ეს ბურგერია, ჩემი power up-ი და ამ ბურგერის ჭამის მერე მე უფრო მეტი ენერგია მაქვს და უფრო სწრაფად და ხარისხიანად შემიძლია ჩემი საქმის კეთება. დაახლოებით მსგავსი power up-ები ჭირდება ჩემი თამაშის პერსონაჟებს, რომლებიც ახლა უცხო პლანეტელებს მხოლოდ იარაღებით ებრძვიან, რაც არ არის საკმარისი და არც გასართობი. ამიტომ დღევანდელ ვიდეოში დავამატებ power up-ებს, რომლებიც პერსონაჟებს მისცემს ახალ შესაძლებლობებს და თამაში გახდება ბევრად უფრო ინტერაქციული და გასართობი. თუ ახალი ხარ და არ იცი საერთოდ რას ვაკეთებ, ნახე დევლოგების წინა სერიები, ასევე გამოიწერე არხი, რადგან წინ საინტერესო ვიდეოები გელის და შემოგვიერთდი Discord სერვერზე, თუ გაინტერესებს პროგრამირება და თამაშების შექმნა. გარდა იმისა, რომ power up-ების დეველოპმენტი საკმაოდ რთულია, მოფიქრება ამაზე რთული პროცესია და ამ ორივეზე რთული ამ ყველაფრის ბალანსია. იმ ოქროშუალედის დაჭერა და დემიჯის იდეალურად გამოთვლა, რომ მოთამაშეს არც ძალიან გაუჭირდეს თამაში და არც ძალიან გაუადვილდეს. საჭიროა ოქროშუალედის შენარჩუნება, რომ მოთამაშე დატოვო თამაში. ეს ყველაფერი game design-ის ნაწილია, ამიტომ Mickey Place-მა გამოაგზავნა დოკუმენტი, სადაც აღწერილი იყო ყველა power up-ი თავისი კომბოებით. ესეც ჩვენი power up-ები. ფაქ, რამდენია? Cryo კატეგორიაში ყველა buff ავტომატურად ადებს chills ზე ან შესაბამის trigger-ზე, რომ shatter bonus ყოველთვის მუშაობდეს. ასევე chill buff-ზე ნელდებიან 20%. Trio aura field, new support control, მინიმალური მელე პრობლემის გარეშე. შენს გარშემო ზომიერ რედუში მტერს მუდმივად heals. ეს არის cryo support buff-ი, რომელიც shatters ამუშავებს crowd-ზე. სანამ ტექნიკურ ნაწილზე გადავალ, უნდა ჩამოვყალიბდე არქიტექტურაზე, თუ რა flow ექნება power up-ების სისტემას. Unity-ში გავაკეთე scriptable object, რომელიც არის თითო power up-ი და მას გააჩნია შემდეგი option-ები: title, ან power up-ის სათაური, description-ი, power up-ის აღწერისთვის, რათა შემდეგ მოთამაშეს შეეძლოს იმის გარკვევა თუ რას აკეთებს კონკრეტული power up-ი, icon-ი და script-ი. ხო, power up-ს დაჭირდება თავისი უნიკალური script-ები, რომელიც რეალურად გააცოცხლებენ ამ power up-ს და მისცემს effects. ყველა power up-ი უნიკალური, ამიტომ უნიკალური script-ები დამჭირდება. ასევე power up-ები დავყავი ორ კატეგორიად: პასიური power up-ი და clickable power up-ი. პასიური power up-ი არის ერთგვარი buff-ი, რომელიც ედება კონკრეტულ პერსონაჟს რაუნდის ბოლომდე და აძლევს დამატებით შესაძლებლობას, ხოლო clickable power up-ი არის ერთჯერადად გამოყენებადი power up-ი, რომელსაც იყენებ მაშინ, როცა გინდა, მაგალითად, როგორცაა orbital strike ან tornado effect-ი. ასევე მოსაფიქრებელია UI, იგივე user interface-ი, თუ სად გამოჩნდება აღებული power up-ები და როგორ შევძლებთ მის გამოყენებას. ჩვეულებრივი power up-ები გამოჩნდება მარცხნივ, რომ უბრალოდ იცოდე რა buff-ი გადევს ახლა, ხოლო ერთხელ გამოყენებადი power up-ები გამოჩნდება მარჯვნივ, შედარებით დიდად, რადგან ეს კლიკებადი power up-ებია, მეტი ეფექტისთვის და იმისთვის, რომ მოთამაშემ მიხვდეს, რომ ეს ინტერაქციულია და დაჭერა შეიძლება, მივეცი shake ანიმაცია და shine ეფექტი, რაც უფრო გამოარჩევს და პირდაპირ გეუბნება, რომ მედი დამაჭირე. კარგი, მოდით გავაკეთოთ პირველი power up-ის სკრიპტი და ეს იქნება incendiary rounds. ამ დროს მოთამაშის ტყვიები მტერს უკიდებს ცეცხლს და ადებს dots, რაც არის იგივე damage over time-ი, ანუ კონკრეტული ინტერვალებით ზიანს იღებს მტერი. ამისთვის დამჭირდება ცეცხლის ეფექტი და არა მარტო ამისთვის უამრავი power up-ია, რომელსაც სხვადასხვა ეფექტი ჭირდება, შოკი, გაყინვა, მჟავა და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთთავზე ვიპოვე ეს იდეალური პაკი, რომელსაც საკმაოდ ლამაზი particle ეფექტები აქვს. უბრალოდ ავიღე და გამოვიყენე ეს ეფექტი ჩემს თამაშში. და მივიღეთ ასეთი ცეცხლის ეფექტი. აქვე მინდა აღნიშნო ის, რომ რეალური დროით ამ ყველა power up-ის გაკეთებამ წაიღო დაახლოებით 4 კვირა, ანუ 1 თვე. გარდა იმისა, რომ წერდი თითოეული power up-ისთვის scripts, რასაც უნდა გაეკეთებია რეალურად ეს ეფექტი, ასევე მნიშვნელოვანი იყო ამ power up-ების ერთმანეთში კომბინაციაში მოყვანა. მოდი პირობითად განვიხილოთ ერთი power up-ის flow კოდის დონეზე. ეხლა ცოტა hardcore განხილვა იქნება, ამიტომ ვინც დეველოპერები არ ხართ და უბრალოდ გასართობად უყურებთ ამ ვიდეოს, შეგიძლიათ გადაახიოთ ეს მომენტი, ან რამე საინტერესო გაიგოთ ამიტომ დარჩით. ჩემი ფოლდერების სტრუქტურა ცოტა დაულაგებელია. და ნუ რა ხდება? ეს არის მაგერთად ერთ-ერთი სკრიპტი, ერთ-ერთი power up. ყოველი ჰიტი ადებს chills და ძლიერ ანელებს. ანუ ის მოხვედრის დროს ყინავს და ანელებს ამ ჩვენ ენემის. ეს არის მთელი ამ buff-ის, power up-ის მუღამი. და ნუ რა ხდება? ნუ პირველში გვაქვს ენამი, ანუ ყველა power up-ის ენამი გვაქვს, აი აქ, რომ კომფორტულად გამოვიყენოთ კოდში, ვიცოდეთ რა რატომ რა რისთვისა, კონდიშენები დავადოთ და ასე შემდეგ. ნუ ანუ აქ უთითებთ რომელი power up-ია. ნუ შემდეგ player script-ები, gun script-ები, იმიტომ რომ რეალურად ტყვის თვისება კი არა და იარაღის თვისება, იარაღს რო რაღაც ინფორმაცია გავატონ, ჯერ player-ი გვჭირდება, იმიტომ რომ იარაღი ვის უჭირავს? Player-ს, დიახ, მართალია. სკიც ვანელებს დროებით, ასევე cry smoke ეფექტს ვაკეთებთ, ანუ ესეთი ეფექტი, რომელსაც შენ ვიდეოს ხოლმე საფრთხეში ყველა დავსვენებ.
კარგი სკრიპტები მზად მაქვს და როცა მას მივაბამ players უკვე ედება buff-ი, ჩანს შესაბამისი აიკონი და მოკლედ მუშაობს იდეალურად. ეხლა უნდა გავაკეთო power-up-ების აღება. Scout თამაშებში ამისთვის გამოიყენება ბარელი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია ეს მოთამაშეების ყურადღებას იქცევს. ამიტომ გადმოვიტანე რადიაციული ბარელის მოდელი ჩემი $300 ასეტებიდან. დავწერე სკრიპტი, რომელიც ატრიალებს ამ ბარელს, ამოძრავებს, ასევე აქვს თავისი HP, თავაზობს 2 power-up-ის სასარჩევს. როცა ამ ბარელს გახეთქავ, ამოდის ასეთი UI, სადაც შეგიძლია ნახო power-up-ები, hold click-ზე აღწერა, შემდეგ ირჩევ power-ups, ასევე ირჩევ პერსონაჟს თუ რომელმა იღოს ეს power-up-ი და ეგ არის. დარჩი ვიდეოს ბოლომდე, რადგან ბოლოში გაჩვენებ ყველა აწყობილ power-ups თუ რას აკეთებს თამაშში. ასევე გავაკეთებ power-up-ების redesignი, რადგან ძველი არტი არ იყო მიმზიდველი, ამიტომ ChatGPT-ს დავაგენერირებინე ახალი აიკონები, რომლებიც ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება. აჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, როგორც შეამჩნიეთ სატესტო პერსონაჟი ამოცვალე რეალური პერსონაჟებით, ალექს და მაიათი, აი რომლის დიალოგების სისტემაც დავაწყეთ წინ ეპიზოდში, ვისაც არ გინახავთ, ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში. რომლებიც წინიდან არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ ვინაიდან ამ stage-ში სახეები არ ჩანს და თან ზედახეთვით ჩანს, აღარ ვაწვალე მოდელები უფრო დეტალიზაციაზე, რადგან პერფორმანსი შემენარჩუნებინა. მაგრამ არ მინდა იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ mobile shooter თამაშია. ეს თამაში გაცილებით უფრო დიდია. მომავალში ნახავთ ბაზას, სადაც მთავარ პერსონაჟებს უფრო ახლოდან გაიცნობთ, ასევე ისტორიას და რესურსების მენეჯმენტს. ჯერ უბრალოდ ეხლა ვიწყებ, ამიტომ გთხოვ, რომ დალაიქო ეს ვიდეო, რადგან უფრო მეტი სიახლე შემოგთავაზოთ ამ პროექტზე. პერსონაჟებთან ერთად ნელ-ნელა დავიწყე რეალური იარაღების დამატება, აი რამდენიმე იარაღიც, უბრალოდ დამატებისას ცოტა ბაგები წარმოიშვა, ვიმედოვნებ, რომ ნორმალურია ფიზიკის ანომალიები. სკოლაში ფიზიკა არასდროს მიყვარდა, მაგრამ Unity-ში მაინც მოვახერხე ამ პრობლემის გასწორება. ეხლა მჭირდება ერთი კონტროლერი, სკრიპტი, რის მიხედვითაც განსაზღვრავ, როდის რა power-up-ები წამოვიდეს, რომელი ტიპის მტრები, რამდენი და ასე შემდეგ. რეალურად ამ სკრიპტით უნდა შემეძლოს მთლიანი stage-ის მართვა. ამიტომ შევქმენი ტაიმერი, რომელიც განსაზღვრავს ერთი stage-ის, ანუ ერთი რაუნდის დროს და ამ ტაიმერზე დაყრდნობით გავაკეთე სკრიპტი, რომელთაც შეგიძლია მიუთითო კონკრეტულ დროზე რა მოხდეს, რომელი power-up წამოვიდეს, რომელი ტიპის enemy და რამდენი. ვინც ჩემი არხის ძველი მაყურებლები ხართ, იმედია ისიამოვნეთ ამ დევლოგის სერიით, ხოლო ვინც ახლები ხართ, დიდი ალბათობით დევლოგი ახალი ხილია თქვენთვის, იმიტომ რომ ქართულ YouTube-ში ძალიან მცირეა ეს კონტენტი, ოქტომბრივად არ არის. ამიტომ გირჩევთ, რომ ჩემი ძველი დევლოგ სერიები ნახოთ, დაამუღამოთ და გამოიწეროთ არხით და ასევე შემოგვიერთეთ Discord სერვერზე, თუ გაინტერესებს პროგრამირება და თამაშების შექმნა. და ხო, ჩვენ შევხვდებით მომავალ ვიდეოში და ვიდეოს ბოლოს გიტოვებთ ყველა power-up-ის ჩანაწერს თუ რა ეფექტს აკეთებს. თავისი აღწერით, ტაითლით და მოკლედ ნახავთ აი ამ მთლიან ნამუშევარს.